ვარსანი ყურავა 6 წლის. სწავლობ გიმნაზია იბერიაში. ჩემი საყვარელი საქმე არის ფეხბურთი, ცეკვა და სახიობობა. აქედან ყველაზე მეტად მიყვარს ფეხბურთი. ფეხბურთზე არ დავდივარ, მაგრამ ვაპირებ შესვლას. ახლა სულ თამაშობ მეგობრებთან ერთად. მე ვთამაშობ შეტევაში და მიყვარს გოლების გატანა. ჩემს კარიერაში გატანილი მაქვს 10 გოლი. 1 გოლი გამომივიდა ყველაზე ლამაზი. ჯერ ერთ მოვატყვე, მერე მეორე მოვატყვე, მერე შორიდან გავიტანე გოლი. მე კარგად დავხტა მარჯვნივ და მე გავიტანე მარცხნივ. მე მაქვს ძალიან ძლიერი დარტყმა. ჩემი საყვარელი ფეხბურთელი არის ხვიჩა კვარაცხელია. საყვარელი გუნდია ბარსელონა. მე მინდა საქართველოს ნაკრებში ვითამაშო 7 ნომრით. სახლში მაქვს კვარას პეშერის ფორმა, მაგრამ შორტი დამეკარგა. დიდი ალბათობით მამიკოს გაყვა. მამიკოსაც აქვს როლანდოს რეალის ფორმა. მე მინდა მქონდეს შავი ფორმა. უკან უნდა ეწეროს 7 ნომერი და ყურავა. მე ასევე მიყვარს ცეკვა. უკვე 5 დღეა ცეკვა ლასკარში. პირველ დღეს ცოტათი ნერვიულობდი, იმიტომ რომ არავის არ ვიცნობ. მაგრამ ერთი ნაცნობი ბიჭი კი იყო. ძალიან კაი ბიჭია და ჩემი მეგობარი. მეგობრობა არის, რომ თამაშობ გარეთ, რო ეხუტები, გამარჯვებას რო ეუბნები და რამეს რო უნაწე. მე მყავს 40 მეგობარი და მინდა 42 მეგობარი მყავს. სადღაც შეიძლება ვნახო ერთი სასტრიალოზე და ეზოში. ჩემი საყვარელი ცეკვა არის მეგრული. საყვარელი რეთი არის ეს. ჩემ ქორწილში ჩავიცმევ შავ კოსტუმს და აუცილებლად ვცეკვებ. ამ ეტაპზე არ მყავს შეყვარებული. იმიტომ რომ წინა შეყვარებულს დავშორდი. რატო დავშორდი და იმიტომ რომ კევა პატარა გაუნაწილე და დამშორდა მერე. ხო, მე შემთხვევით ბევრი მომიწია და მაგიტო დიდი ვერ გაუტეხე. მეც არ ველოდი ისე ვცებ გაბრას. ცოლს რომ მოვიყვან, ვიქნები 30. შვილებს დავარქმევ, ბიჭს დავარქმევ, ნოეს, გოგოს დავარქმევ, ნინა, კიდევ ბიჭს დავარქმევ, თუ რამეა ლაზარე და კიდევ არა, მეც არა, მარტო 3 მინდა ყავდა შვილი 20 გავიზრდა. ჩემ ცოლს დავარქმევ ანასტასიას. ძალიან მენატრება ძველი შეყვარება, მაგრამ უკვე გავიდა დიდი დრო. ჩემი სკოლა იმიტომ მიყვარს, რომ ლამაზი მასწავლებელია, შვენიერი სპორტის დარბაზია და მეგობრები ძალიან მაგარია. ჩემს კლასში ყველაზე ხიარული არის ანდრია მიქელაძე. ყველაზე ჭკვიანი არის ნოემ ჟავანაძე. ყველაზე მშვიდი არის ევა. მე ვარ ყველაზე ცექი და ვარ სიპარტიული. ჩემი საყვარელი საგანი არის მათემატიკა. საყვარელი მასწავლებელი არის მარიამ ცხაიძე. იმიტომ რომ ბედნიერია, მეხუტება და მეხმარება ყველაფერში. ბედნიერი იმიტომ მგონია, რომ რაღაც კეთილია და ცუდად არ ყვირის. რო გავიდები, მინდა გამოვიდე პოლიციელი. ბავშვობაში მინდოდა გამოსულიყავი სახიობობა ახლაც ძალიან მიყვარს. ჩემი პირველი სპექტაკლი იყო ანაბანა. ანუ ერთმა ბიჭმა გადაწყვიტა, რომ დაიხედებინა და გავიდა რა იგი სცენაზე და დედას დაუქნია ხელი და მე დაიწყო ცელქობა. მაგიტომ ფინალში შეწყდა
სპექტაკლი და დამთავრდა. ახლა მაქვს რეპეტიცია და ვემზადები ახალი სპექტაკლისთვის. როგორ არის და თქვენ გამოდივართ, ერთი ბიჭი შენ ხვდება და ჩავეხუტებით, მეორე ბიჭი წამოვა, ჩავეხუტებით და მე წამოვლენ ორი გოგო. და გვეტყვიან გელოვანა ითამაშეო და მე იმას პიკნიკს მოვწყობ და ეგ არა. მე მაქვს ასეთი სიტყვა. მოდით ბავშვებო, გელოვანა გინდათ? ჩემი მამიკო სახეობია და ჩემსავით ნიწერია. ჩემი მამიკო არის ძრელი და ჭკვიანი. დედიკო არის თბილი, საყვარელი და ზრუელი. კიდევ არის ლამაზი და თბილი. ძალიან მიყვარს დედიკოს შემწვარი კარტოფილი. ჩემი ცოლი ყველაზე კარგად გააკეთებს მგონი პიურეს. ჯადოსნური ჯოხი რომ გქონდეს გავაჩენდი ჩემ პატარა ძმას. სამოგზაურო სიამოვნებით წავიდოდი იაპონიაში. წინა მონაწილემ დამიტოვა შეკითხვა. ვისთან ერთად გავფრინდებოდი კოსმოსში? მე კოსმოსში გავფრინდებოდი იკაკო გორგილაძე მეგობართან ერთად. ცოტა არასწორად თქვი, მაგრამ ასე დატოვე. შემდეგ მონაწილეს უტოვებ შეკითხვას. რა არის მისი ოცნების საჩუქარი? მაგალითად, ჩემი ოცნების საჩუქარი არის კომპიუტერი. ბედნიერება არის, რომ გაჩუქებე რაღაცას, რომ გაგიხარდება. კიდევ არის რაღაც სადღაც რომ წაგიყვანდე ამერიკაში, ჩინეთში, იაპონეთში, იტალიაში. კიდევ არის ზღვაზე რომ წამიყვანე, ტკბილებს რომ მიყიდიან და დედიკოს და მამიკოსაც შევხვდები. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.